მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი, მე ვარ კავკასიის არომატები, აწი ხშირად დავდებ საინტერესო კულინარული ვიდეოები, მექნება კულინარული ბატლები, მეყოლება სხვადასხვა შეფები ჩემ სტუდიაში და ინფლუენსერები. დღეს ვიყავი წასული სათევზაოდ, დავიჭირე ამდენი თევზი, აქ არის დაახლოებით 30 ცალი, ამ ზომის თევზები. გავასუფთავე, გავარჩიე, ქვემოფონჭალაში ვიყავი წასული სათევზაოდ. ქვემოფონჭალაზე გასდები რუსთავისკენ რომ მიდიხარ, იქ ჩავდივარ ზოგადად სათევზაოდ, მგონი მეტად სუფთა წყალია. ეხლა ვიღებ პატარა 5 წუთიან ვიდეოს, თევზი უნდა მოვხარშო, გავაზიარებ ჩემებულ რეცეპტს, როგორ ხარშავ, დიდი არაფერი, კლასიკური რეცეპტია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი რეცეპტი, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. აქ დგას წყალი უკვე, ადუღდა, აქ არის დაფნის ფოთოლი, შავი პირპილის მარცვლები. ცოტა ხანი უნდა ავადუღო ესე მეგობრებო, დაფნის ფოთოლმა რომ წყალს მისცეს თავის გემო, ეხლა მივეცი მარილი, როგორც გითხარით, აქ არის შავი პირპილის მარცვლები და ეხლა ჩავკრი თევზს მოსახერხს. სხვა არაფერს არ ვამატებ, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი თევზი, 1 საათის უკან დავიჭრე და ამის მოხარშვას მგონი არაფერი არ უნდა სხვა. უნდა შევინარჩინო თევზის გემო. ვისაც ყავარ გამოწერილი TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე მეგობრებო, გეცონდინებათ, მყავს 9 მილიონზე მეტი გამომწერი თლიან ჯამში და უთხითვე რემონტს ვაკეთებდი, სტუდიას ვაშენებდი. რემონტი დავასრულე, აქვე მაქვს მონტაჟის ოთახი, ხმის ჩამწერის ოთახი, ეს არის ძირითად გადაღება უნდა მოხდეს. აქ ეს არის ჩემი სამზარეულო, ესე გამოიყურება, კუთხის სამზარეულოა. ეს არის კუნძული, კუნძულს თავის განათება აქვს, მაგრამ დამავიწყდა ჩართვა არ აუშავს, შემდეგ გაჩვენებთ. აქვე არის კუნძულზე დენი, ინდუქციური პლიტა, ამას მიაჭერ ხელი, ამოვა დამატებითი დენი, რომ რამე შეერთო, ჩართო, ჩოპერი, ბლენდერი. იქვე ეხლა გაჩვენებთ. ეს შუშის ვეტრინა არის ესეთი, ჭუჭლის სარეცხის მანქანა, აეროგრილია. რაკოვინა უმაგრესი მეგობრებო, კონკრეტულად ეს რაკოვინა შეძენილი მაქვს ელიავაზე ზაროს მაღაზიაში. ეს არის დელონჯის ყავის აპარატი, სახში მქონდა და წამოვიღე სტუდიაში. ზვილინგის ჩაედანი, უმაგრესი ჩაედანი არის, Samsung-ის მიკროტალღური, ღუმელი გორენია არის, მაცივარი LG-ა. და ეცად ნახოთ ერთად რადებს მაცივარში. მაცივარი ცარიელი მაქვს. კვერცხი სასმელი არის, შოკოლადი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის. მაგრამ არ აუშავს. ამასაც ნელ-ნელა შევავსებ და ნელ-ნელა გადავიღებ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოებს. წყალიც ადუღდა მეგობრებო, ეხლა თევზი უნდა ჩავყარო. თევზს რომ ჩავყრი, დაახლოებით ალბათ 5 წუთს გავაჩერებ. თევზი ფერზე რომ შეცვლის თვალები რომ გათეთრდება, მოხარშულია. სანამ თევზს ჩავყრი მოსახარშად, გავარჩიე, მოვაშორე ყველაფერი ზედმეტი რაც იყო. და კიდევ ერთ ამასაც გეტყვით, თევზი როცა ხარშავ, აუცილებლად უნდა ჩაყარო ადუღებულ წყალში. სანამ თევზი იხარშება, მეგობრებო, გავამზადოთ თებში. ანუ, გამზადებაში რას გულისხმობთ? თებში უნდა დავასველოთ. რომ მოხარშულ თევზს გადავიტან თებზე, არ მიიკრას. თევზიც მოხარშულია მეგობრებო, ახლა გადავიდეთ გასინჯვაზე. სუნი აქვს საოცრად გემრიელი, იმიტომ რომ 2 საათის უკან დავიჭირე ქვემოფონჭალაში, ტყვარში. ეხლა დავიწყოთ თევზის გასინჯვა მეგობრებო. სიმართლეს გეტყვით მეგობრებო, თევზის მოყვარული არა ვარ, თევზზე არ გვიждები, უფრო თევზაობა მევასება. მაგრამ ეხლა გავსინჯოთ ერთად. ცხელია. კაია, მარილის კარგად აქვს, დაფნის ფოთოლის გემო შორიდან იგრძნობა, შავი პირპილის კარგად აქვს. ესე მიყვარს თევზის მოხარშვა რა, ზედმეტი რაღაცების დამატება არ მევასება. ის უკვე უხა გამოდის და მოხარშული თევზი არ არის. ცოცხალს, ხრამულს, რასაც ეხება, ესენი ზედმეტია, ესე უნდა მოხარშო რა ერთ სიტყვით და გამოდის უგემრიელესი.
ეს იყო პატარა ახალი ვიდეო, პირველი ვიდეო ჩემ არხზე, კავკასიის არომატების არხზე. მადლობა ყველას რომ მიყურეთ ბოლომდე. ეხლა გამოეწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.